35 წლის წინ საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. ქუთაისში 1990 წლის 28 ოქტომბერი გაიხსენეს და მრავალპარტიული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1999 წლის დამლევს შექმნილმა გაერთიანებამ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მრგვალმა მაგიდამ შეძლო საქართველოს უმაღლესი საბჭოს 1990 წლის მარტის კომუნისტური არჩევნების ჩაშლა და მიაღწია იმავე წლის 28 ოქტომბრისთვის პირველი მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების დანიშნას. 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა სახელწოდებით მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს ერქვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები და არა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რაც მიღწეული იყო ეროვნული ძალების მიერ მრავალდღიანი აქციების შედეგად. საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნები, რომლის მონიტორინგს მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ასობით მეთვალყურე ეწეოდა. გამარჯვებული მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება. დღეს აქ შევიკრიბეთ 34 წელი შესრულდა, როდესაც საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები. მე პირადად ეს გუშინდელი დღესავით მახსოვს, რატოც მრგვალი მაგიდიდან მე ვიყავი ქუთაისის მეორე საარჩევნო ოლქიდან წარდგენილი. მეკუთვნოდა თბილისის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, ლესია უკრანკის ქუჩა და იუზა ზარდალიშვილის ქუჩა. ესე იგი არჩევნები იყო წყინვალეთ, რომ ხალხი რო თავის გულით მოდიოდა უნებით. არავით არის დაძალება, არავით არის რომ დღეს ვარი კარტოფილების მიცემა, პატრიჟანებს არავით არის. სული და გულით მოდიოდნენ და საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბერი ეს იყო კომუნისტური იდეის დამხობის დღე. დამთავრდა უკვე კომუნისტური იდეა, ასია. ჩემო ბატონო, დაიწყო მრავალპარტიული არჩევნები. მაშინ ამ პარლამენტმა ჩვენ მოგცა რა, გავიგეთ რაფერიჩევა უზენაესი საბჭოს დეპუტატი, რაფერიჩევა პრეზიდიუმის წევრები, რა არის ოპოზიცია, რა პოზიცია. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო და ისეთი კანონები უნდა შექმნა, ჭრილი უნდა იყოს იქნა, რომ რაც გამოადგება ჩვენენა მამულს და სარწმუნოებას. აი ესაა პარლამენტი. პარლამენტი როდესაც გადაიქროვა ფულის საკეთო ორგანოდ, ის უკვე პარლამენტი აღარ არის. პოლიტიკაში მოდიხარ და რაღაც